ჩვენ ბრიუსელში ვიმყოფებით ბრიუსელის ფორუმზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება ბრიუსელში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი ევროპაში, ისევე როგორც მაგალითად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც უკვე ვხედავთ, რომ საერთოდ საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ მოწვევა მიიღო დე-ფაქტო ხელისუფლების ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, მაგრამ ჩვენ როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, მე და გიგი წერეთელი წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში საქართველოს ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, ეს არის გერმანული მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული წლიური ფორუმი, რომელიც დღეს აღნიშნავდა 20 წლის თავს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამხსნელი პანელი იყო სწორედ კაია კალასის მონაწილეობით ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში და ასევე ვიცე-პრეზიდენტის. თინა, რამდენად არის საერთოდ საქართველოს დღის ეს რიგში, იმიტომ რომ ევროკავშირს ეხლა ბევრი დიდი პრობლემები აქვს, მათ შორის თავის სტრატეგიულ მეგობრებთანაც კი ბევრი რამ გადასალაგებელია და თქვენი მონაწილეობა რა გავლენას ახდენს ამ კონფერენციაში საქართველოს თემატიკის წამოწევაზე? სამწუხაროდ გიორგი, მაშინ როდესაც საქართველოს იყო ასოცირების ტრიოს მოწინავე ქვეყანა და ყველა ასეთ ფორუმზე ყოველთვის საქართველოსზე იყო საუბარი, როგორც მაგალითზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს პროევროპული რეფორმები იმისთვის, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი და გაცილებით უფრო წინ ვიყავით ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვაზე და უკრაინაზე. ახლა ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული მოქმედებებით ვხედავთ, რომ საქართველოს იხსნება საერთაშორისო და მათ შორის ევროპული დღის წესრიგიდან, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლობა და ჩვენი მოწვევა მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ხალხს კვლავ აქვს მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების და ევროკავშირის მხრიდან ზოგადად, უბრალოდ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ გამოსავალი. ამიტომ, როდესაც მისი პანელის შემდეგ მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა უმაღლეს წარმომადგენელ ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასთან, მას ვესაუბრე სწორედ შესაძლო გამოსავალზე. თუ სად შეიძლება იყოს ეს გამოსავალი და რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი, კონკრეტულად ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი როლი როგორც უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში. მაყურებლის ნაწილს შეიძლება ახსოვდეს ის ფაქტი, რომ დაახლოებით ერთი თვის თვენახევრის წინ მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრა ჩამეტარებინა საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან შინაარსიანი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვალენსიაში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, სადაც ასევე შესაძლო გამოსავალზე ვისაუბრეთ. მას შემდეგ ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც დღეს მე უკვე გადავეცი კაია კალას, სადაც პუნქტობრივად, დეტალურად გაწერილია ის თუ რა უნდა გაკეთდეს ევროპის მონაწილეობით და კონკრეტულად ევროკომისიის მონაწილეობით იმისთვის, რომ საქართველოს გამოვიდეს ამ კრიზისიდან. ჩვენ ამ პოლიტიკური შეხვედრის შემდეგ ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში მე და გიგი წერეთელი, რომელიც ჩემთან ერთად მოწვეულია ამ ფორუმზე, ასევე წავედით ევროკომისიაში, სადაც შევხვდით უკვე კაია კალასის, ისევე როგორც მარტა კოსის, რომელიც მოგეხსენებათ, რომ გაფართოვების კომისარია და შესაბამისად კურირებს კონკრეტულად ევროინტეგრაციის გაფართოვების საკითხებს და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მიმართებაში. შევხვდით უკვე მათი აპარატის ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს უშუალოდ ევროკომისიაში და იქაც კიდევ უფრო დეტალურად დავიარეთ. დეტალებს რაც შეეხება კიდევ ერთი კონკრეტული შეკითხვა უნდა დაგისვათ. აი სანამ თქვენ ბრიუსელში ხართ, დღეს საღამოს გავრცელდა უკვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის პასუხი შეკითხვაზე, რომელიც საქართველოს უკავშირდება და ის მწუხარებით აღნიშნავს, რომ პოლონეთს უწევს, რომ უმრავლესობის ფორმირება მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებისა, რომლებიც უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, რაც იქნება უმძიმესი შედეგების მატარებელი საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის. აი ეს ძალიან შემაშფოთებელი ცნობა მათ შორის უკავშირდება
იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც დღესაც კი მთავარი თემა გახდა საქართველოს პირობებში, როდესაც ლამის არც ერთი ცნობილი ადამიანი არ დაუტოვებიათ, სასამართლოზე არ დაიბარონ და საჯარო სივრცეში გამოხატული მათი აზრის გამო პასუხისგებაში არ მიცენ, ჯარიმები არ დააკისრონ, არ დაემუქრონ ადმინისტრაციული პატიმრობი და ასე შემდეგ. ამ მასშტაბის სრულიად ყოველგვარ ჯანსაღ აზრს მოკლებული რეპრესიები საქართველოს უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. გადავდივართ ახალ ძალიან მნიშვნელოვან უმძიმეს ფაზაში, რომელიც უკვე ჩვეულებრივი ავტორიტარიზმის მახასიათებლების მიღმა არის. ეს რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე? ეს ხდება ზუსტად იმ საათებში, როდესაც თქვენ ესაუბრებით ევროკავშირის ლიდერებს. Აღარაფერს ვამბობ თქვენზე, თქვენ ოჯახზე შეტევაზე და დღეს კოტე იყო თქვენი მეუღლე უკვე სასამართლოში დაბარებული და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით რამე კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია გატაცებაზე, მუქარაზე, საქმეზე, რომლის გახსნაც ყველა საღადმოაზროვნე ადამიანისთვის ცნობილია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ერთი დღე ამას არ უნდა დაჭირვებოდა. კი, ნამდვილად, გიორგი, მადლობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილებისთვის. მე თქვენს ეთერში ერთხელ უკვე აღვნიშნე და შემიძლია გავიმეორო, რომ იმის ადგილი, საიდანაც მოხდა კოტეს გატაცება, ჩვენ საცხოვრებელი სახლის სამეზობლო არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული პუნქტი და არის ასევე ძალიან ბევრი კომერციული ობიექტი და უმარტივესად არის შესაძლებელი ამ საქმის გამოძიება იმ ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ დამონტაჟებულია უამრავი სათვალთვალო კამერა. თუმცა რა თქმა უნდა, ისე როგორც უამრავი სხვა დანაშაული, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა არ გამოძიებულა და მე ჭვიმა არც ეს იქნება გამოძიებული. რა თქმა უნდა, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დეტალურად იციან ამ რეპრესიების შესახებ, სახელისუფლებო ტერორის შესახებ, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მედიის წინააღმდეგ, როდესაც ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ უსასტიკესი ფორმებით ჟურნალისტებს, მათ შორის ფორმულა ჟურნალისტს, TV პირველის ჟურნალისტს, ის რომ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი დახურულია, ის რომ თქვენს არხებს ასევე დახურვა ემუქრება, ის რომ ოპოზიციონერი ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით საპყრობილეებში აღმოჩნდნენ ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური კომისიის გადაწყვეტილებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული უკუსლა და უკვე რეალურად ავტოკრატიის კონსოლიდაცია და ამგვარად აფასებენ ევროპელი ლიდერები დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში, მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ეს ისევე როგორც ფაქტი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უწევს შემდგომ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, რაც სამწუხაროდ ასევე რიგ შემთხვევაში შეიძლება გარკვეულწილად არასასურველი შედეგი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, გახდა საფუძველი იმის, რომ დონალდ ტუსკს ესაუბრა ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გაჩერებაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. გიორგი, მე დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ დღესაც კი, როდესაც სულ რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალას ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტი, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, რომ დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა ავტოკრატიული რეჟიმის ნაბიჯების გამო, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი და მიიტაცა ხელისუფლება და პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი ითვალისწინებს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის. თინა, ეს არის თქვენი მოწოდება, გასაგებია და თქვენი სურვილის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იგივე ტუსკის განცხადებაში გაგაგრძელებინებთ, უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, ის ქართველ ხალხს უხდის წინასწარ ბოდიშს ამ ყველაფრისთვის და ესმის ქართველი ხალხის უკმაყოფილების მოლოდინები რაც არის, მაგრამ ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების იმ სტანდარტების სრულიად საწინააღმდეგო სვლის გამო, რომელსაც მიმართავს ადგილობრივი ქართული ხელისუფლება, ევროკავშირს უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ რჩება თუ არა მიმართოს ამ კონკრეტულ ლეგალისტურ გადაწყვეტილებას, ხო? კი, მესმის, გიორგი, რა თქმა უნდა, ხა თქვენ ძალიან სწორად ახდენთ არტიკულირებას იმ
რაციონალიზაციის, ასე ვთქვათ, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები წარმოადგენენ და ამ თვალსაზრისით პოლონეთი არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს. ჩვენ იგივე ტიპის განცხადებები მოგვისმენია სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც, მათ შორის მსჯელობა იყო ძალიან ღიად გერმანიაშიც და სხვა წევრ ქვეყნებშიც მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს. ახლა უბრალოდ მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ნახეთ რაშია ერთგვარი ირონია, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ ვებრძვით, რომ უვიზო მიმოსვლის გაჩერებას არ სჭირდება კონსენსუსი, ანუ სრული თანხმობა, დიახ. დიახ. ანუ მაგ ვერც უნგრეთი, ვერც სლოვაკეთი ვერავინ ვერ დაბლოკავს ამას, სჭირდება უბრალო უმრავლესობა. ამაზე გაამახვილა ყურადღება ტუსკმა, რომ უკვე იწყებდნენ ამის ფორმირებას. დიახ, ხოლო ინდივიდუალური სანქციის დაკისრებას, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რაც არის მათ შორის ჩაწერილი იმ გზამკვლევში კრიზისის განსამუხტად, რომ ან ივანიშვილი ჯდება მაგიდასთან ერთადერთი მიზნით, არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესასვლელად და მით უმეტეს ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე ამ არჩევნებში შესვლა წარმოუდგენელი იყო. არამედ ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მიზნით ივანიშვილი ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა პოლიტპატიმრის გამოშლების მიზნით, ან სხვაგვარად ევროკავშირი აკისრებს ინდივიდუალურ სანქციებს. აი ეს არის ის მოდელი, ის გამოსავალი, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. უბრალოდ ამაში მდგომარეობს რაღაც ერთგვარი ბიუროკრატიის ლიმიტაცია, რომ ივანიშვილზე სანქციების დაკისრების გადაწყვეტილების ვეტო და გასაღები პრაქტიკულად უჭირავს ხელში ვიქტორ ორბანს. ოღონდ მასაც ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნას ძალიან მალე გაზაფხულზე, როდესაც მას ელის თავად არჩევნები და დიდი შანსია რომ ის გადაირჩიო და ამით ჩამოშორდეს, ასე ვთქვათ, ეს სუსტი რგოლი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ მე დღეს კაიაკალას ასევე ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია ამ ვეტოს გაძლევის მექანიზმის შემუშავება ევროკომისიის მხრიდან. იმისთვის, რომ ერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონდეს გადაწყვეტილების საბოტაჟის შესაძლებლობა. იგივე საკითხზე ვესაუბრე ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მასთან ძალიან ხანგრძლივ ორმხრივ შეხვედრაზე ვალენსიაში და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, ამიტომ ივანიშვილს თუ იმის იმედი აქვს, რომ ახლა დროს გაწელავს, ეცდება ვინმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შეითრიოს ამასობაში და ვიქტორ ორბანი დიდხანს გადაარჩენს, ეს არის მცდარი, იმიტომ რომ საუბარი და მუშაობა მიდის უკვე იმაზე, რომ ეს ვეტოს პრივილეგია, ასე ვთქვათ, წაერთვას ერთ წევრ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანს, ეს ერთი, მეორე მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია იქნება ერთიანი და დღეს ხათაშორის ევროკომისიაში სწორედ ეს გითხრეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მე გიორგი მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ისევე როგორც დიპლომატიურ კორპუსში მუშაობის და მინდა გითხრათ, პრაქტიკულად არ მახსოვს მოცემულობა, როდესაც საერთაშორისო კონიუნქტურა მაინც არ იხრებოდა იმისკენ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მონაწილეობამ და მიიღოს არჩევნებში რაოდენწოდი ხარისხის არჩევნები უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ახლა ეს ვითარება არ არის. აი ესეთ ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა ყველას გასაგონად. ეს ვითარება არ არის და რატომ არ არის? იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ დემოკრატიული სივრცე საქართველოში აღარ არსებობს. და რომ ივანიშვილი, როგორც ტერორისტი, მუდმივად ვაჭრობს მათ შორის ევროპასთან ადამიანებს და ადამიანების თავისუფლებით. და რომ იგივეს გეგმავდა ამ შემთხვევაშიც, რომ დაპატიმრებული პოლიტპატიმრების გამოშვების ხარჯზე შემდეგ შეეტრია რიგი პოლიტიკური პარტიები ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შინამდვილეში კი სპეცოპერაციაში, რომლის შედეგიც უკვე წინსწრებად იყო გაწერილი. ჩვენ გვინდა არჩევნები, სადაც შედეგი წინსწრებად არ არის გაწერილი. მინდა გითხრათ, რომ ევროპელ პარტნიორებსაც ძალიან კარგად ესმით, ჩვენ რას ვიტყობთ. დინა, მადლობა. თამაშის წესებს, რომელიც არის გამჭვირვალე, რომელიც არის ევროპული, რომელიც არის დემოკრატიული და რომელიც ქართულ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და ამით, რა თქმა უნდა, დაიბრუნოს ევროპული მომავალი. და ამას აქვს სრული მადლობა. ვიცი რომ შეხვედრები გაქვთ კიდე აღარ შეგაყოლეთ, მადლობა რომ ჩაგვერთეთ.